დღეს კულტურა არის ისეთი ერთიანი, როგორც არ ესოდეს მანამდე, არის ისეთი სოლიდარული, როგორც არ ესოდეს მანამდე. და ჩვენ ვერთიანდებით ერთი საერთო ღირებულების გარშემო, რაც არის ევროინტეგრაცია, საქართველოს სწრაფვა, იყოს სრულფასოვანი ოჯახის წევრი ევროპის. მე ამ შემთხვევაში კინოს წარმოვადგენ, ჩვენ კინოს სექტორში ვითხოვთ უკვე ოფიციალურად მოვამზადეთ წერილი, სადაც ვითხოვთ პატიმრების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, რომლებიც მიგვეშნე პოლიტპატიმრებად, მოძალადეების დასჯას, არავინ არ დასჯილა ძალოვანებიდან და თავისთავად ხელახალ არჩევნებს, რომელიც მოიტაცა ხელისუფლებამ, ამ წერილს 600-ზე მეტი ჩემი კოლეგა აწერს ხელს და ვითხოვთ თავისთავად ჩვენი კოლეგის მსახიობ ანდრე ლიჯინაძის გათავისუფლებას და ამის შესახებ ევროპის კინოაკადემიამაც გააკეთა განცხადება, ევროპის კინოაკადემია ითხოვს ჩვენი კოლეგის განთავისუფლებას. კულტურის სფერო ართმობს პროევროპულ ღირებულებებს, ჩვენ ევროინტეგრაციის პროცესის სადარაჯოზე ვდგავართ, ჩვენ მოქმედებთ ყოველდღიურად, ჩვენ ვაორგანიზებთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად სხვადასხვა მარშებს და მშვიდობიან აქციებს. პროფესიული ნიშნით ერთიანდებიან ადამიანები და მართავენ ერთად მარშებს და მიგვაჩნია, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ეს როგორც მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოებრივი ცვლილება. ჩვენ ვხედავთ ამ ერთიანობის მიზნად ვისახავთ საბოლოოდ ასე ვთქვათ შეთანხმებას და დაუმორჩილებლობას, რა თქმა უნდა, იმ მმართველობის და იმ კანონმდებლობის მიმართ, რომელსაც ჩვენ ლეგიტიმურად არ ვცნობთ.